მინდა გაგაცნოთ კომპოსტის პროცესი. და ეს პროცესი შედგება რამდენი ეტაპისგან. კომპოსტის დამზადება ჩემი მეთოდით ხობით 5-6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ჯერ გეტყვით რისგან შედგება კომპოსტი. ძირითადად 3 ინგრედიენტია. ეს არის თივა, ნაკელი და მე ვიყენებ საკვების ნარჩენებს, რომელთაც ქათმები ძალიან დაინტერესებულები არიან და როდესაც გავაკეთებ ამ გორას, მე ეს ქათმები მიდიან და ქექებიან შიგნით და ანაწევრებენ ამ თივას, ურევენ ერთმანეთში და საბოლოოდ 5-6 კვირაში უკვე მზად არის. ეს პროცესი კიდე ის კომპოსტის დამახასიათებელია, რომ უნდა გახურდეს, არ უნდა გადაიწვას და ამიტომ ჩვენ ვაკონტროლებთ ამ სითბოს ამაში. მრავლდება ბაქტერიები შიგნით, რომ ეს ბაქტერიები იწვევენ გახურებას. ცხელდება ზოგადად ეს გორა, რომ ხელსაც კი ვერ შეღოთ რა შიგნით. ჩვენ კიდე არ ვაძლევთ ამ საშუალებას, რომ დაიწვას და დავამაგრებ ამ ტელეფონს და დავიწყებ კომპოსტის გაკეთებას. ნაკელის დავაყარეთ. ეხლა ქათმები რომ დავაინტერესოთ. საკვების ნარჩენები უნდა დავაყარო ზემოდან. ჩვენ ახლა დავუმატეთ საკვების ნარჩენები, რომელიც დააინტერესებს ქათმებს პირველ ეტაპზე. შემდეგ, როდესაც ეს პროცესი წავა და გამრავლდებიან მიკროორგანიზმები, რომელიც საჭიროა ქათმებისთვის, ასევე მიწისთვის და კომპოსტისთვის, ვნახეთ, როგორ დაიწყეს მუშაობა ეგრევე და ესენი დაანაწევრებენ ამას ყველაფერს და პირველ როდესაც მზად იქნება, იმასაც გაჩვენებ. მუშავდება ქათმების მიერ და ესეც საბოლოოდ მიიღებს მიწის ფორმას. ეს არის 3 კვირის უკვე, კიდევ არის დასაშლელი ფრაგმენტები. ეს არის მე-4 კვირის, სადაც დაშლილია უკვე თითქმის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს კომპოსტის პროცესი კონტროლდება სპეციალური თერმომეტრით. გვაჩვენებს, რომ მწვანე არის აქტიური. აწერია კიდეც. ეს არის მე-4 კვირა, კიდე აქტიურია, ნაკლებად ცხელია. ბოლო ვარიანტი იქნება, როდესაც გაცივდება. მე-5 კვირის და მიწათ არის გადაქცეული. აქ დარჩა უკვე ამის გაცრა დარჩა. გაიცრება დაახლოებით 3-6 მმ-ის საცერში. მზად არის გამოსაყენებლად. ეს უკვე ცივია. ეს არის უკვე საბოლოო პროდუქტი, რასაც ჩვენ კომპოსტს ვეძახით.